სოფელ დიაკონიძეების მოსახლეობა შიშობს, რომ ჰესების მშენებლობისას აფეთქებების შედეგად ჰაერში გავრცელებული სუნი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ვიდრე სპეციალისტები მდგომარეობას შეისწავლიან და დასკვნას დადებენ, ადგილობრივებს გარემოს დაცვის სამინისტროში აიმედებენ. ბათუმი ახალციხის ცენტრალური გზის ამონაკვეთზე ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილება უჭირთ. განსაკუთრებით ცუდ სიტუაციაში სოფელ დიაკონიძეების საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები არიან. ეს პრობლემა ავტომანქანის მძღოლებსაც აწუხებთ. სანამ სკოლაში მივიდოდე, მანქანა როდესაც გამოვივლის, ტალახს გვასხამს და ყოველდილით ტალახიანი ვართ სკოლაში. თითქმის 1-20 სანტიმეტრი და 30 სანტიმეტრი ტალახი დევს გზაზე, რომლის გავლაც ავტომობილსაც უჭირს და ქვეითად გადაადგილება საერთოდ შეუძლებელია. 7 თემის ათობით სოფელი ამ გზით სარგებლობს. ამავე გზით მოძრაობენ ჰესების მშენებლობისთვის საჭირო გვირაბიდან მომავალი მიწის მასით დატვირთული ავტომანქანებიც, რის გამოც რამდენჯერმე მოხრეშილი გზა ხშირად ზიანდება. არავითარი ყურადღება მოხსენილი არ არის. გამოვლენ ველაპარაკებიან, ყველა მოვალ ახლა ხვალე გამეიარსის მანქანა. შედევიყოს სურათები მანქანები ტალახს რომ გამოიტანეთ, ისევ დაესხმება, ისევ ტალახი იქნება. მოსახლეობის მთავარი პრობლემა აფეთქებითი სამუშაოების შემდეგ გავრცელებული სპეციფიური სუნია. ადგილობრივები შიშობენ, რომ ეს ნივთიერება მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის და სპეციალისტების დასკვნას ითხოვენ. სოფელ დიაკონიძეებში მიმდინარეობს გვირაბის მშენებლობა, რომელსაც გარკვეული მასის გადაადგილების პერიოდში გარკვეული ძალიან საშინელი სუნი აქვს. დაინტერესებულია მოსახლეობა იმისათვის, რომ იყოს ინფორმირებული, რომ ეს მავნე არ იქნება ან ბავშვისთვის, ან ხეხილისთვის, ან მოსავლისთვის. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის დიაკონიძეებში მცხოვრებთა პრობლემები ცნობილია. საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ გვირაბის მშენებელი კომპანია ვალდებულია გზის მოხრეშვითი სამუშაოები ინტენსიურად აწარმოოს. რაც შეეხება ასაფეთქებელი ნივთიერების მავნეზე მოქმედებას, ამას თბილისიდან მოწვეული სპეციალისტთა ჯგუფი შეისწავლის. ჩვენ ვთხოვეთ, რომ მოიყვანოთ სპეციალისტები და დაედოთ დასკვნა თუ რამდენად ეს გარეთ გამოსული ტალახი, ეგრეთ წოდებული ასე თუ შეიძლება ითქვას, რამდენად არის მავნე მოსახლეობისთვის. გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აჭარისწყალი ჯორჯიას მიერ ჰესების მშენებლობის პროცესი მუდმივ მონიტორინგს გადის და ამ ეტაპზე გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებ ნორმებს არ აღემატება. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გადამეტება კონკრეტულად არც ჰაერის ნაწილში და არც წყლის შემთხვევაში მავნე ნივთიერებით დაბინძურებას ადგილი არ აქვს, ანუ გადამეტება არ ფიქსირდება. დეპარტამენტს კონტროლზე ყავს აყვანილი ზემოაღნიშნული კომპანიის მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობების შესრულების მდგომარეობა. რა ნივთიერება იყრება სოფელ დიაკონიძეების გზაზე და არის თუ არა იგი ადამიანებისთვის მავნებელი, რამდენიმე დღეში სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. მთავარი ამბებით ეთერში რამდენიმე წამში